მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ სივრცის მკვიდრებო და ჩემი Facebook-ის ოფიციალური პეიჯის სტუმრებო. როგორც იცით, გამოაცხადეთ ჩვენ რომ ვიღებდით შეკითხვებს რამოდენიმე კვირის მანძილზე თქვენ გწერდით შეკითხვებს და ეხლა დადგათ რომ მე ვიდეოს მეშვეობით გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. ხო, ვიმყოფებით ჩემ სტუდიაში, სადაც უნდა ჩაიწეროს სხვა შოუ, ერთ-ერთი ანონსი, ფოტო ანონსი ჯერჯერობით თქვენ უკვე იხილეთ, ეს არის გადაცემა ინფაქტი, მოქმედება მიმდინარეობს ამ გადაცემაში Meteor Planet ლაზიკაზე, სადაც არის ორი წამყვანი, ნოვა და ნეო, რომლებიც ყოველ დღე ერთ-ერთი არხის მეშვეობით თქვენ მოგიყვებიან ახალ ამბებს. ამ პლანეტაში მოხდარ ლაზიკაში მოხდარ ახალ ამბებს, რომელიც რა თქმა უნდა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. დავიწყოთ ესე იგი შეკითხვებით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ესე იგი ზურა ძმიაშვილი. ძმა, ესე იგი შენი ყველაზე დიდი ნაკლი დამისახელი, ოღონდ დაფიქრდი. ამ შეკითხვაზე ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ამპარტავნება, ვარ ძალიან ამპარტავანი ადამიანი, რაც ამ ბოლო დროს უკვე მაწუხებს, ადრე არ მაწუხებდა. ანუ ამპარტანი რო ვიყავი, ეგ ნაკლი არ მქონდა, ესე ვფიქრობდი რომ ეს ნაკლი არ არის და კიდე ის ამაზე რო არ ვფიქრობდი კრიტიკულად, ესეც მეგონა რომ ღირსება. ეხლა დავფიქრდი უკვე რომ ამპარტავნება არის ძალიან ცუდი რამაა. ესე იგი, გიაშ გარკავა მეკითხება. ვთქვათ, გავიდა რაღაც დრო და საქართველოში იდილია. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი აყვავებულია, ხალხი ბედნიერია, მედია ობიექტური, აფხაზი და სამშობლო ისევ საქართველოს შემადგენლობაშია. ამერიკა, ევროპა, რუსეთი ერთმანეთი და ჩვენი მეგობრებია. პოლიცია ხალხის სამსახურში. კრიმინალი 0, უმუშევრობა მინიმალური. მოკლედ პრობლემები იმას ნაკლები და იმას ვიმუშავე, ვიდრე ახლა და ეს ყველაფერი ხდება რო დაბერდები. მაშინ კი არა ვთქვათ 2012 წლის 22 დეკემბერს კი არა, არამედ იქით რა. რას იზავ? რას გააკეთებ? მაგალითად შეგიძლია უბრალოდ იყო ისე როგორც რომელიმე ბენდის პროდიუსერი და უბრალოდ იცხოვრო არჩინა ოჯახი გაზარდოშვილების მეშვილები და ასე მშვიდად მოკვდე. ნუ მოდით ესე ვთქვათ რომ ის იდილიური სურათი რომელიც დახატე შენ კარგა ხანი საქართველოში რეალურად ვერ იქნება. ეს ალბათ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ამდენ 100-ლოვანი 1000-ლოვანი ტრადიცია გვაქვს სახელმწიფოს შენებისა, მერე დანგრევისა და უსახელმწიფო ცხოვრებისა, მაინც რაღაცები ჯერ არ ვიცით. პირველ რიგში მე არ ვიცი და ჩემმა გარემოსომ და მე ალბათ თქვენც, ვინც ახლა მისმენთ. რაღაცები არ ვიცი, არ შეგვიძლია. გზა არ აქვს არჩეული ზუსტად, რა გვინდა ზუსტად არ ვიცით და ამიტომ ეს ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქვეყანა არ იქნება. თუ მეკითხები ავირჩევთ თუ არა მშვიდ ცხოვრებას, მე არ მქონია ეს არჩევანი მშვიდად მეცხოვრა, იმიტომ რომ საერთოდ არჩევანს აკეთებს ადამიანი მაშინ როცა იბადება. მე ისე მგონია. დაბადებიდანვე, აი ფატალისტი ვარ ამ ხრივ და დაბადებიდანვე არის განსაზღვრული ადამიანის ბედი, საომავლო და ამიტომ ჩვენ არჩევანს ხშირ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ახლა ვაკეთებთ, მაგრამ რაღაცები წინათ არ განსაზღვრულია. ჩვენი ტემპერამენტი და ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ რა ცხოვრების გზა გვექნება. აბა მთელი ასტროლოგია რას ამბობს თუ არა ამას. ეს მარტო განსახურებლად მკითხა, თავად შეკითხვა კი ესაა, მიუხედავად ყველა სიძნელისა, ციხეში ჯდომისა, პროვოკაციის და შეურაცხყოფის, პირადად ჩემთვის მაინც უფრო საინტერესო აზრიანი ხომ არა ასეთი ცხოვრება, ვიდრე დაუშვათ უზრუნველყოფილი ჰოლანდიური ინჟინერის ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩვენ მედიაში მომუშავე ტიპებს, რომლებიც ეკრანზე ჩანვართ და ქუჩაში გრძნობენ, ეს ჩვენთვის ეს არის ნარკოტიკი. ეს არის ნარკოტიკი პირდაპირ მნიშვნელობით. ამის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული. არ იყო მოვლენათა ეპიცენტრში, არ იყო ყურადღების ცენტრში, ეს არის ჩვენთვის დაღუპვის ტოლფასი. სხვაგვარად ვერ წარმომდგენია, როგორ უნდა იმუშაო მედიაში, შოუ ბიზნესში, თუ ეს ასეთი დამოკიდებული არ ახარ. ამიტომ ვერ წარმომდგენია მშვიდი ცხოვრება. საერთოდ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანი ერთხეს მე შევადარე, აი ქართული ზღაპარი რო არის, ფასკუნძე, ეს ყავა ისე მიჭირავს. ურაკულად და დავდებ მაინც. მე დავდებ. ხო და მე შევადარე ფასკუნჯს. ზედა გოლიათზე რო არის ზღაპარი და იცით უბსკურში რო არის გოლიათი და ფასკუნჯს რომ მაღლა ამოყავს. და ხორცს რო აჭმევს, ხო მომარაგებული აქვს ხორცი გოლიათს, მზეჭაბუქს და აჭმევს და როცა მოშივდება ფასკუნჯს, მოუთლის ხორცის ნაწილს, ჩაუდეს ფიშ და ის ფენას აგზელებს.
ბოლოს გაუთავდება ეს ხორცი და საკუთარ ფეხს მოიჭრის და მიაწვდის. ბოლოს და კარგად თავდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაუბრუნებს ამ ფეხს ფასკუნჯი. ჩვენს დაახლოებით ესე ვართ, რომ აი ჩანვართ ტელევიზიით, ეს არის ვირული შრომა და ეს ჩვენი პოპულარობა არის ფასკუნჯი, რომელსაც მუდამ ზემოთ ამოვყავართ, გვატივტივებს. ამასთან აი რომ დაუკვირდებ, წერალი დაწერს ერთ წიგნს და მთელი ცხოვრება შეიძლება ამ წიგნით იამაყოს. კინორეჟისორს შეუძლია ერთი ფილმი გადაიღოს მაგარი და დანარჩენი თუნდაც ცუდები რომ გადაიღოს, იმ ერთი ფილმით გაიტანს რა. იტყვიან რომ აი ეს ერთი გენიალური ფილმის შემქმნელო. ტელევიზიაში ყოველ დღე თუ არ ამტკიცე შენი პროფესიონალიზმი, ყოველ დღე თუ არ ამტკიცე რომ მაგარი პროდუქტების გაკეთება შეიძლება, არა ხარ არტივტივებ, გივიწყები. აი გაიხსენეთ. ხომ დაივიწყეთ ძალიან ბევრი წარსული დროის მეგასტარი სატელევიზიო, არ ჩამოვთვლი ახლა მათ სახელებს და გვარებს. აი ესეთი რამეა ეს ტელევიზია. ამიტომ 7 ცხოვრება და უზრუნველი სიბერე და მსგავსი რაღაცები საჩვენო ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის არაა. სამწუხაროდ საბედნიეროდ ეგ საკეთებაა. არ გაიგო ეს როგორც რამე პროვოკაციული შეკითხვა პოლიტიკურ სოციალური ბექგრაუნდით. ეკითხებია როგორც შალვა რამიშულს, არა როგორც ქართულს ან ევროპელს ან აზიელს. ან რაიმე სტუდიის ქონეს, ამით როგორც ერთ-ერთ რიგით ადამიანს, ერთ-ერთ 7 მილიარდიდან. პასუხი მაინტერესებს ქრისტიანობის მაქსიმალური სიღრმეებიდან, ყველაზე ნაკლი და ყველაზე ნამდვილი პასუხი. ხო, მაგრამ ეს ეხებოდა წინა შეკითხვას ჰოლანდიელ ინჟინერზე და მე მგონი მიიღეთ. მარინა მარშანია, როდის დაბრუნდება ეთერში შალვა რამიშვილის დილა თუ დილა შალვა რამიშვილთან. ეთერში ჩვენ ამას ვიწერთ ახლა შაბათს და ზეგ ორშაბათს მე მაესტროს დილის ეთერიდან, ტელეკომპანია მაესტროს დილის ეთერიდან მოგესალმებით. სალომე დვალი. ორი კითხვა მაქვს შენი ცხოვრების რომელი პერიოდის მიმართ განიცდი ნოსტალგიას და როგორ ფიქრობ ამოწურეთ თავი თუ არა იუმორისტმა რადიო 105-ის შემდეგ. ნოსტალგიას განვიცდი იმ პერიოდის მიმართ, როცა კეთდებოდა რადიო 105. არა იმ დროს, ის დროს რა თქმა უნდა სანატრელია, როცა ეს ბიჭები მოვიდნენ, რომლებიც ახლა სხვაგან არიან, ზოგი მიშა მაგარიას აკეთებს, ზოგი ტელევიზიის უფროსი და ზოგი მინისტრია ცენტრალური ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებელი როა. არამედ მე უფრო მენატრება ის როცა დავიწყეთ 94 წელს საერთოდ FM დიაპაზონზე რაღაცის კეთება, ტყუები ზუზუნი იყო, ხოცვაჟლეტოა გარეთ და ჩვენ ვაკეთებდით FM-ზე რადიო 105-ს 94 წლის ოქტომბერს. კასეტებით გავდიოდით. მაშინ იყვნენ DJ-ები, DJ დინჯი იყო, თიკა კანდელაკი იყო მაშინ, ვიღაცები იყვნენ. და აი ამ დროს როცა შუქი არ იყო არსად და ჩვენ მქონდა დიზელ გენერატორი, ამ დიზელ გენერატორს მომუშავებდით თითქმის სულ. აი ის დრო მენატრება, იმიტომ რომ დაუვიწყარი იყო ნავთობის კერასინკის სუმი და ბრაიან ფერი მაგალითად Don't stop, didn't და ასე შემდეგ. გაიყო. შემდეგი, ისევ ძმაკაცო იმ ხალხთან ვის რადიო 105-ს აკეთებდა, შენთან ერთად 200-ს აკეთებდა. და გააკეთებით თუ არა რაიმე პროექტს მათთან ერთად. არ ძმაკაცო, არა მაქვს ურთიერთობა. ჩემი აზრით ისინი დააბდნენ კონფორმიზმის გზას. ნებისმიერ შემთხვევაში ილაპარაკო კარგი ხელისუფლებაზე, რაც უნდა კარგი იყოს ეს ხელისუფლება, არის კონფორმიზმი. მათი ახალი ძმაკაცი ლიფონავა კი ამბობს, რომ მიშა მაგარია ნონკონფორმისტული რამ იყო, მაგრამ ეს არის დემაგოგია. გავაკეთებით თუ არა მათთან ერთად რამეს, რა თქმა უნდა, გავაკეთებდი მხოლოდ იმ პირობით, რომ მე ვიქნებოდი ისე როგორც ადრე იყო ხელმძღვანელი და ისინი გააკეთებდნენ იმ საქმეს, რომელსაც მე მათ დავავალებდი, მაგრამ ჯერჯერობით თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამბიცია, რომ დამოუკიდებლად ვითარდებით. მიუკერძოებელი მაყურებელი ხედავს ჩემს ნახელავს და მათ და შედარება შეუძლია. მე მგონი მათ გზას არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ სწორედ ისინი ადგან კონფორმიზმის გზას და ნახოთ მომავალში რა იქნება. გია ფირცხალავა. გწამს თუ არა რას ბიბლიაში წერია სიტყვა სიტყვით. რა თქმა უნდა, ეს არის ალეგორიული ხატები და არ მწამს. გურ შეიძლება დაიჯეროს სიტყვა სიტყვით. ეს არ არის სამეცნიერო პოპულარული წიგნი, თუმცა ძალიან ღრმა და ღრმა ფილოსოფიური ალეგორიები არის იქ. როგორია შენი ვერსია იმ ამბის, რომელიც შედღაც მოხდის ციხეში, ამ ფორმატით მე ამას ვერ მოუყვები
იქნება თუ არა ბანანის რესპუბლიკაში ივანიშვილის კრიტიკაც საინტერესო შეკითხვაა. ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, სტუნება იმისა, რომ გააკრიტიკო ეს კაცი, იმიტომ რომ გასაკრიტიკებას ყოველს იპოვნი. და მეორეს მხრივ პირდაპირ გეტყვით და ამას მე არასოდეს არ მალავ, მე ვარ მისი ბრძოლის, მის მიერ ნაწარმოები კამპანიის გულშემატკივრის ბრძოლის მომხრე და მინდა რომ მოუგოს მიშა სააკაშვილს. ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთს ეჯახება. და ამას სრულად გულსვლად ვამბობ, ეხლა ამას ადრეც ვამბობ და ეხლაც ვიძახი, ამიტომ არ ვიცი. ვინდა რამ გაიძულა სამსონაძეების გაკეთება. იმედში გაჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა, მაშინ ჩემი მეგობარი იყო დირექტორი, გამეკეთებინა სიმსონების ნაირი სერიალი ქართულ ოჯახზე. მაგრამ რა უნარილო იყო ეს ერთი გრაფიკა არ იყო ესეთი კარგი, იმიტომ რომ რთულია 20 წუთი აკეთო ყოველკვირა მაღალი ხარისხის გრაფიკით. და მეორეს ერთი რაღაც გარკვეული თვითცენზურაც ჰქონდა და შეზღუდვებით წესდებოდა ბუნებრივია. და ამიტომ ჩემი პროექტი არ გამოვიდა ისეთი კარგი, როგორიც უნდა გამოსულიყო. არავის არ აუძულებია. არ ყოფილა იძულება, ასე ვთქვათ. იყო საკუთარი ნების საფუძველზე, არც თუ ისე წარმატებული რამ გამოვიდა. როგორი შენი შეხედულები ქუჩის ინსტიტუტზე, ანუ ქურდებს პატივისცემ ძმაო, რა თქმა უნდა, ქუჩის ინსტიტუტზე ჩემი შეხედულება არის ძალიან მარტივი. თუ ადამიანს ჩადის კრიმინალს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ გაგებისა, ეს კრიმინალი უნდა დაისაჯოს სასამართლომ უნდა აგებინოს პასუხი კონკრეტულ დანაშაულზე, ან დანაშაულის მომზადებაზე. მენტალობის გამო ადამიანს ვერ დაждის სისხლის სამართლებრივად, შენ შეიძლება ან იმეგობრო ასეთ ადამიანთან, ან არა. მე ბევრი მეგობარი მყავს, რამოდენიმე მეგობარი მყავს, რომლის შეხედულებები, მენტალური შეხედულებები, მიხეილ სააკაშვილის და ბოკერიას შეხედულებებისგან განსხვავდება. მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქუჩურ ცხოვრებაზე და ჩვენ იქ ერთმანეთში მოგვეწონა არა ის თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საყოველთაოდ აღიარებულ თემაზე, არამედ მოგვეწონა ის თუ როგორ მეგობრობთ, როგორ გაგქონდა ერთმანეთი და როგორ გადავიტანეთ ის ჭირი და უბედურება, რომელშიც მე ვიყავი 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ზოგადად ფილოსოფია არ არსებობს ამ ფილოსოფიის კონკრეტული გამტარების გარეშე. კონკრეტულ გამტარებისადმი მე შეიძლება მქონდეს უარყოფით დამოკიდებულება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არის ჩემი მეგობარი. რაც შეეხება ზოგადად ქურდებს პატივისცემ ძმაო, მე არავის არ ვცემ პატივს, მათ შორის არც ქურდებს და არც ქუჩის ბიჭებს და არც კაი ბიჭებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს სტატუსი აქვს. პატივი შეიძლება სცე ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ იცი მის გაკეთებული საქმეები, იცნობ მას და ერთად გიცხოვრია თან ქონია შეხება. შეიძლება პატივისცე მისი შემოქმედების გამო, ხო? რაღაც იდეოლოგიის მიმდევარი რო არის, ამის გამო არ შეიძლება რომ პატივისცე. ამიტომ არ ვცემ პატივს ამ იდეოლოგიას ზოგადად. როგორია შენი შეხედულება, ეს ხო წავიკითხეთ, რა არის ისეთი რაღაც, რასაც შეცვლილი დროის უკან დაუნება რომ შეგეძლოს. ეკაუთან არ მივიდოდი შეხვედრაზე და ციხეში არ მოხვდებოდი. თათა ბაიაძე მეკითხება, აპირებ თუ არა აკრედიტაციის გარეშე გადაცემების გაგრძელებას თვითმმართველობის თემაზე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია თვითმმართველობის თემა ყოველთვის იყო და არის. ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი თემა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება ახალგაზრდებშია და თუ ახალგაზრდებმა გაიმეორეს კომკავშირული წარსული და ერთმანეთს ურტყეს თავში, იმიტომ რომ ზოგი მიშას მომხრე და ზოგი სხვის, ესეთი მომავალი ჩვენ არ გვაწყობს. გავაშუქებ კი არა, ჩავყვები ბოლომდე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აი მაგალითად ცსუ-ს თვითმმართველობის მოზონდერო ელემენტები დაისაჯონ ძალიან მკაცრად. ეს ტიპები, რომლებიც გვარდასახელიც ვიცი და რომლებიც ცემენ სტუდენტებს. შალვა, შემამჩნია რომ არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე და ოჯახის საუბარი, მაგრამ მაინც გაგვაცანი. შენი ოჯახი მშობლები გყავს თუ არა, და-ძმა რა საქმიანობები. მშობლები არ მყავს, მამა მყავს, დედა, და-ძმა არა, დედის ერთა ვარ. ბავშვობა როგორი იყო კიდე? ბავშვობა იყო კაცრი დედა მყავს და ისეთი ბავშვობა იყო. კაცრი
ყველა შანსი იყო რომ მე გამოსულიყავი დედიკოს ბიჭი მოკლედ რა თქვა და დედაჩემთან გავანწლიანი ბრძოლის შედეგად რაღაცები მოვიპოვე და გავიმარჯვე. იმიტომ რომ ძალიან კაცრი დედა მყავს და დედის ერთა ბიჭი ხო იცით რა ტვინის ბურღია და იქ არ ჩახვიდე, იქ არ წამოხვიდე და ეს ყველაფერი ასაც სხვა ბიჭები აღწევდნენ კი არა, სხვა ბიჭებს ჰქონდათ ჩვეულებრივი, მე მიხდებოდა ამისთვის ბრძოლა და რაღაცა ეს ქიშპი და პაექრობა, ამიტომ არ მქონდა მაინდა-მაინც ამ კუთხით ბედნიერი ბავშვობა, თორე ესე დედაჩემმა მომცა, რაც მომცა, განათლება, ცოდნა და ყველაფერი. სად დაიკარგა ნათია მიქიაშვილი, ზაზა ასათიანი, გათხოვდა ბატონჩემო და აირჩია ტელევიზიას, არჩია ოჯახი. შეიძლება თუ არა სამუდამოდ საცხოვრებლად საქართველოსთან წასვლას და რატომ? არა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მე არა ვარ ისეთი ძლიერი რომ თავიდან დავიწყო ყველაფერი. სხვაგან. ჩემი აზრით გარდა დიდი ნიჭისა და ინტელექტისა, რომელიც ბუნებით დაგყვა, მადლობთ. რომელმა პიროვნულად თვისება მოგიტანა წარმატება პროფესიულ საქმეში. აი ესეთი შეკითხვებია საჭირო. რატო ხარ ასეთი კარგი და არ არის ეგეთი შეკითხვები? კარგი. შრომა. ჩვენ სფეროში არ უნდა არ არის არც ოჯახის ადგილი, არც სხვა იმ სიამოვნებების და ცნობების ადგილი, რაც სხვა ადამიანებს აქვთ. არის შრომა, სულ შრომა და ეს არის წარმატების მთავარი გარანტი. გოჩა ბიწაძე, როგორ გონია ძადვალ ქართველები რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულად, თუ ამას მარტო ივანიშვილი მოახერხებს 51% მიაძღვნებს დემოკრატიულად. არის ეს პრობლემა, მე მაწუხებს, არის თუ არა ქართველი არის ევროპული ღირებულებების მატარებელი არის. ის დემოკრატია, რომელიც 95-16 წლებში დაიწყო ჩვენთან, არის ზემოდან დაშვებული დემოკრატია. შევანაძემ დაუშვა ეს. და აღმოჩნდა, რომ ამდენი წლის დემოკრატიულობის თამაშის მიუხედავად ვიღაცას, მაგალითად მიშა სააკაშვილს შეუძლია ეს ყველაფერი უკან დააბრუნოს. ასეთი შიშები შეიძლება გქონდეს ახლა ხანდახან. მაგრამ მეორე მხრივ თუ იფიქრებ, რომ ეს ერი არ არის მზად იმისთვის, რომ იცხოვროს თავისუფლად, მაშინ რა გაგინდა მართლა აქ და რას ჭიდაობ, ხო? ამიტომ ეს ამბივალენტური ურთიერთწინააღმდეგობრივი დამოკიდებულება. მე მგონი მაინც ჩვენ ეხლა რო უყურებ ბევრ ჩემს ახლობელს ქუჩაში გამვლელ ბევრ ადამიანს, რომელსაც არ ეშინია და პირდაპირ პასუხობს კამერის წინ დასმულ შეკითხვებზე. როცა უყურებ მაგალითად ეკან ლემონჟავას, რომელიც მოვიდა და თქვა თუ როგორ ავერბოვკებდნენ. როცა მესმის გმირი ჩემი აზრით ჟურნალისტების ხმა რეგიონებიდან, სადაც მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, ისინი მაინც აგრძელებენ ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის დაკარგული და ჩვენ დიახაც ვიმსახურებთ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. ბატონ შალვა, თუ საიდუმლო არ არის, რამდენს გიხდით ბიძინა იმაშვილი ჰონორარის სახით. საგადასახადო მიწის ფული ცოტა არ არის, მაგრამ არც ბევრია. ესე იგი, ამ ფულით ვერ იყიდი უძრავ ქონება, სამწუხაროდ. მაგრამ პურის ფულით ცოტა მეტიც გექნება. თავარი ის არის, რომ თელს ჩემს გუნდს და მეც გვაქვს ამოცანა, ეს ალბათ უფრო ჩემი მიზანი და ჩემი პოზიცია, რომ ფული კი არ გააკეთო ახლა, არამედ ის ფული, რომელიც არის, დახარჯო სხვა პროექტებში. აი, თქვენ ხედავთ სტუდიას, რომელიც გაკეთდა, ამ სტუდიაში გაკეთება რამოდენიმე გადაცემა, თვითონ მაესტროზე 5 გადაცემას ვაკეთებ და მინდა რომ განმავითარო ეს სატელევიზიო წარმოება ჩემი. შემდეგი კითხვა. რა ბერკეტები არსებობს იმის რომ ვერ გააყალბონ არჩევნები. დამკვირვებლები, რომლებიც ყველა უბანზე უნდა იყვნენ და მიმდინარეობს ამ პროგრამის შემუშავება, ბიძინა იმანიშვილის კოალიციას ეყოლება ყველგან 2 თუ 3 დამკვირვებელი. შემდეგ მზაობა იმისა, რომ გაყალბების შემთხვევაში ბევრი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ხმები დაიცვას და წინა საარჩევნო პერიოდში ტელემედიის აქტიურობა, ანუ ჩვენი არხების კავკასიის მეცხრე არხის და მაესტროს გავრცელება, გაძლიერება, ეს არის ბერკეტი. გაყალბების შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანმა დაიცვას საკუთარი ხმა, ეს არის რა თქმა უნდა, თუ გაყალბება იქნება ტოტალური, ქუჩაში გამოსვლა, თუ გაყალბება ტოტალური იქნება და გადამწყვეტი იქნება, იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, ჩემი აზრით უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და უნდა აი ამ გზით დაიცვან საკუთარი ხმები. კაი, თქვათ გამოვიდა ხალხი გაყალბების შემთხვევაში. 300,000 დადენ რუსთაველზე, იდგა ერთი კვირა ეს მასა, რაც მეეჭვება.
ბოროს როგორც ყოველთვის დაარბევენ აზრი გამოსვლის დარბევის შემდეგ მიშა გადადგა გახსოვთ თქვენ ეგ მეორე გამოსვლების შემდეგ იყო მარგინალური მოთხოვნები და ვერაფერს ვერ გავხდით ვითარება შეცვლილია თუ ძალიან ბევრი ადამიანი არის გარეთ ეს არის უკვე კრიზისი ეს არის ისეთი ვითარება როცა ხელისუფლებას რაღაცის გაკეთება მოუწევს კიდევ თქმა უნდა მიშას მოუწევს ან დეკლარირება იმისა რომ უკვე აღიარებულ ავტორიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობ დიქტატურაში ან მართლაც დემოკრატიზაცია სხვანაირად არ გამოვა აი სწორედ 300,000 კაცი ქუჩაში ნიშნავს იმას რომ ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს და ჩემის ღმერთმენით ავტორიტარიზმისკენ ღია ავტორიტარიზმისკენ და აღიარებისკენ იმისა რომ მორჩა დამთავრდა ყველანაირი დემოკრატიული რეფორმები აი ამაზე უკვე მიშა ვერ წავა ეს არის ძირითადად ის რისი თქმაც მინდოდა და კიდევ ერთი განცხადება მაქვს ძვირფასო ჩემო Facebook-ის მომხმარებლებო Facebook-ზე inbox-ში მომწერეთ თქვენი იდეები თუ რის გაკეთება შეგიძლიათ რის გაკეთება გინდათ ბევრ თქვენგანს შეიძლება პასუხი არ გავცი ან არ მომეწონოს თქვენის ნააზრევი იმიტომ რომ ფარისეველი ვიქნებოდი რომ მე თქვა რომ ყველანი თქვენ მიყვარხართ და ასე შემდეგ მაგრამ მე მაინტერესებს თქვენთან ცოცხალი კონტაქტი ამიტომ არ დაიზაროთ მომწერეთ თუ გნებავთ კითხვები თუ გნებავთ სურვილები თუ გნებავთ კრიტიკა ან რაიმე ისეთი ხელმოსაჭიდი რომ ვიფიქრო თუ რა შეიძლება გამოვიდეს თქვენთან თანამშრომლობით დიდი მადლობა იმისთვის რომ ისმენთ და უყურებთ